საღამომშვიდობისა, პატრიციანო, ძვირფასო, მეგობრებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და საშუალება და მობრძანდით დღეს ამ საღამოზე. ჩვენ, როგორც ჩანს, გვამოძრავებს ორმხრივი სურვილი, ერთმანეთს ვაჩუქოთ თბილი საღამო. საღამო, რომელიც ადრე ძალიან ხშირად იმართებოდა, მაგრამ ახლა ყველას ძალიან გვენატრება. ჩვენ ჩვენი მხრივ ცდას არ დავაკლებთ. და მე ვფიქრობ, ამ ამოცანას გაგვიადვილებს თვითონ ის არაჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც ეძღვნება დღევანდელი დღე, დღევანდელი ჩვენი შეკრება. ეს გახლავთ შესანიშნავი ბრწყინვალე მუსიკოსი, კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი, ორგანიზატორი, დიდი ორკესტრების ხელმძღვანელი და სწორი არაჩვეულებრივი ადამიანი კონსტანტინე პევზნერი. საერთოდ ჩვენგან წასულ ადამიანზე მიღებულია ყოველთვის მხოლოდ კარგი ვისაუბროთ, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ამას ყოველთვის ერთნაირი გულსრველობით არ ვაკეთებთ. კონსტანტინე პევზნერი ალბათ ერთ-ერთი ბედნიერ გამონაკლისთაგანია, ვის შესახებაც ყველა უშურველი და აღმატებული სიკეთით და ღიმილით საუბრობს და არა მარტო საუბრობს, წერს კიდეც, იცით, ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს წიგნი, რომელიც ამ 15 წლის წინ გამოიცა, როდესაც მისი 70 წლის იუბილე მზადდებოდა. ახლა მოგეხსენებათ 24 ივნის 85 წელი შეუსრულდებოდა, ისევ საიუბილეო წელია. მაშინ ეს წიგნი გამოსცა არკადი არკანოვმა, ძალიან დაეხმარა მაშინ ქალბატონ მერცია პევზნერს, მერცია რაშუბკინა პევზნერს, მივესალმოთ. მოდით მართლაც ვეცადოთ დღეს გავიხსენოთ ის მუსიკა და რასთავარია გავიხსენოთ ის ოქროს ხანა მართლა ჩვენი კულტურის, რომელშიც მოღვაწეობდნენ კონსტანტინე პევზნერი და მისი თანამედროვენი. არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ახლა უფრო წმუნდები, გია, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გაფასებდი. გია ჭირაქაძე, რომლის გარეშე ათწლეულების მანძილზე წარმოუდგენელი იყო რეროს პროგრამები. დღეს მე ვეცდები გიას ინტერვიუერი ვიყო და რაღაცები გავახსენებინო, რაღაცები მოვაყოლო და აი ეს რაღაც შთაბეჭდილებები და მოგონებები გაგვიზიაროს, ვეცდები. დიდი მადლობა, ჯერჯერობით მართლა კიდევ მეც შევუერთდები ირმას მადლობის სიტყვებს მობრძანებისთვის და დღეს იქნება ალბათ ესეთი არავითარ შემთხვევაში მინორული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კოტე მოდი შევთანხმდეთ, რომ ხანდახან კერაძა ნახშირად კოტიკას კოტიკ ასე ვურთიერთობდით, ასე ეძახდა მას მთელი ქვეყანა, კოლეგები, უფროსები, უმცროსები ყველა. და იყო სიცოცხლით სავსე, ამიტომ დღევანდელი საღამო მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ესეთი სიცოცხლის
ჰიმნი. ვეცადოთ იყოს თბილი და სწორედ. მოდი ახლა დავიწყოთ პირდაპირ მუსიკით. ერთ-ერთი სიმღერა მოვისმინოთ და ამ სიმღერას ახალგაზრდა მომღერალი შეგვისრულებს. ეს გახლავთ ბორის ბედია. ეს სიმღერა არის პაემანზე, პეტრე გრუზინსკის ლექსზე, კონცერტმეისტერი მანანა ბრეგაძე. გთხოვთ. გია, ჩვენ დავიკავოთ ჩვენი ადგილი და მოვისმინოთ ეს არაჩვეულებრივი მუსიკა. დავსხდეთ. მე შენთან შეხვედრას უნატრობდი დაგითან ხმეძალის ძალადა შევცდით შენ ვერ ხვთან გადახვედი მე მივედი მწვანე ჩადარათა მივედი სავსე ვარ იმედი ხალისის და პარვაძანელია ლოდინით დაღლილით ვალები შენს ღიმილს ამაოთელია რიღასთვის მიცხრები მითხარი მიზეზი რა არის თუ შენი მოწამე ვერ ხվია მეც ამღავს მოწამე ჩადარი დილამადე გელოდი რა ჩავარობ მიზეზი რა არის თუ შენი მოწამე ბებერი ვერ ხვია მეც ამღავს მოწამე ჩადარი და იმ დღის შემდეგ უცნობივი შემსახს მუდამ ცივად შაური ტრად და მიგულე თითქოს კარგო მარტო მე მაქვს დანაშაული დავაგარგე მცირედი იმედიც ხალისის და პარვაძანელია ლოდინით დაღლილით ვალები შენს ღიმილს ამაოთელიან რიღასთვის მითხარები მითხარი მიზეზი რა არის თუ შენი მოწამე ვერ ხვია მეც ამავს მოწამე ჩადარი დილამადე სამღავს მოწამე ჩადარი თუ შენი მოწამე ბებერი ვერ ხვია მე სამღავს მოწამე ბორის ბედია, კონცერტმეისტერი მანანა ბრეგაძე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა და მე გადმოვდივარ გია, ეს იგი არის რუსული ძვირფასო მეგობრებო და მე ვთარგმნე რამდენიმე ფრაგმენტი და ის გაგიზიარებთ ახლა მე თქვენ. გზადაგზა, თუმცა მერცი აპირებს რომ მალე ქართული ვარიანტი გამოსცეს. მზად არის. იქ არის შენი სტატია, რუსულში არ არის. ძალიან გამიკვირდა, არც ქართულში არის. ეხლა მე მინდა შენ კითხო, რამდენი წელი იყავი შენ რეროში? 20-ზე მეტი. 20-ზე მეტი. და როგორი დისციპლინირებული არტისტი იყავი? ერთი ახალგაზრდა გაითვალისწინე, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მე, 20 წლის განმავლობაში. მსახიობი შეიძლება. ხო, კაი, ახლა არ შეწუხდე უტყვილა, იმიტომ რომ მაინც უნდა წავიკითხო, მე რას წერს არკადი არკანოვი. უნდა დავიწყო სწორედ აი ამ სტატიით, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, დიდი მონაწილეობა აქვს მას ამ წიგნის გამოცემაში და წერს ასეთ რაღაცას. რამდენიც სიმართლეა შენ თქვი.
მახსოვს პრემიერის წინ 3 დღით დაიკარგა სრულიად უნიკალური ადამიანი და ნიჭიერი არტისტი გია ჭირაკაძე. სიტუაცია კრიტიკულია. პევზნერს არაფრის გაგონება არ უნდა და დირექტორისგან მოითხოვს სასწრაფოდ მოძებნოს ახალი კონფერენცია და დაითხოვოს ჭირაკაძე. 3 დღის შემდეგ გია მოვიდა. შენ სახელმწიფოს არ გკითხულობ. არის. არა, კოტიკა გამეხებული, თან ისე რომ გიას არც უყურებს, რომ შეხედოს გაეცინება ისეთია, პროტოკოლური ხმით ამბობს, მორჩა, შენ დათხოვნილი ხარ, ამ ყველაფრის მოთმენა უკვე შეუძლებელია და გია ძალიან შვიდად და კორექტულად პასუხობს. კოტიკ დააკვირდით მეგობრებო, როგორი რთული პასუხია. ჩემს აქციელს გამართლება არა აქვს და შენს ადგილზე მეც იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილზე აღმოჩენილიყავი, ზუსტად ისე მოიქცეოდი, როგორც მე. და შემდეგ ყბება, როგორ მისი ეზოდან მოიტაცეს ქალიშვილი, ხულიგნებმა, ჯიბგირებმა, როგორ ჩატანის მანქანაში, გია როგორ გამოეკიდა, ჩამოეკიდა ბამპერზე ამ მანქანის და რუსთაველზე როგორ გაათხრია ამ მანქანამ, რომ დაინახეს მეგობრებმა და გამოეკიდნენ და ასე იყო. ხო. ხო და ერთ სიტყვით ბოლოს გააჩერეს ეს მანქანა, ეს გოგონა დაიხსნეს და მიუყვანეს მამას. რა თქმა უნდა, გაიშალა სუფრა. 3 დღიანი სუფრა გია თამადა და პირველივე საღებავ რას დალებდა. კონსტანტინე პევზნერის საღებავ დაილია და რა თქმა უნდა, მამამ ამ გოგონას მამამ თქვა, რომ მისთვის არის 3 ნამდვილი მამაკაცი. ეს არის ბორის პაიჭაძე, ნაპოლეონი და პევზნერი. ამის მერე გია რეკავდა ყოველ წუთას, რა თქმა უნდა, კოციკასთან, მაგრამ ის ტელეფონი დაკავებული, ასე შემდეგ და, კოციკა უნება არკანოვს. არკან შენ გჯერა მწუხარე სახის რაინდის თუნდაც ერთი სიტყვის? არკანოვი პასუხობს. ჯერა, რა თქმა უნდა, ჯერა, კოციკა და ასე გადაგარჩიდა არკანოვ. ასე იყო მართლა? იყო. ხშირად იყო ასე ხშირად? როგორ ახლა? ყოველ შემთხვევაში გეტყვი ხლა, ჩვენ მეგობრები ვიყავით გარდა ყველაფრისა, სამსახურებრივი იერარქისა. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ამიტომ მოდიოდა ჩვენში ასეთი დამარქვა კოციკამ ინტელიგენტნე სუალეჩი. კარგი მეცახელია. კარგი, მეც აღარ გაგაწვალებ ამ თემაზე. ეხლა ისევ გავიხსენოთ ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა, პატარა ფრაგმენტი, აი ძველი შესრულებით, თუ შეიძლება. Kreba tinatle აკა გეტყვი ჩვენი დღევანდელი ადამიანი ორკესტრი მთელი საღამოს თანხლები, ასე ვთქვათ, მუსიკალური თანხლება, ეს გახლავთ ჩემი დიდი მეგობარი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი თემურ მაისაშვილი, მივესალმოთ შეიძლება. ყველა ჩვენგან ის მეგობარი ის. ნამდვილად. როცა ქურდულად შემოვა ქალაქში ბინდი ღამისა და მტკვარზე ვერცხლად ელავე ჭაღარათვილი ღამისა როცა ნათურებს მოისხა ღამე თვალმა გალიდება მე შენი ნახვა მძღურია შენი ალერსი მინდება გამონუ მომკლავ
ლოდინი ნახე როგორი ღამეა რა ლამაზია თბილისი მდგარიც რა მოგამაგამეა წამოდი ერთად ვიარო შენ ჩემო გიშრის თვალება სანამ დრედის ფერადი ნათლე დამთვალეც მიმალება მოდი ერთად ვიარო შენ ჩემო გიშრის თვალება სანამ დრედის ფერადი ნათლე დამთვალეც მიმალება სანამ დრედის ფერადი ნათლე სანამ ჩაქრება სინათლე ია შუღლიაშვილი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და საყვარელი მომღერალი ძალიან გამხარ დედას დღეს ქალბატონ ნინოლას ჩვენს ყველას სათაყვანებელ ქალბატონს და როგორ მიყვარხარ, აი თუნდაც იმაში გამოჩნდა რომ ეს სიმღერა დაგითმე. მე საერთოდ მივხვდი ამ პროგრამის მომზადებისას რომ აი ეს სიმღერა გიждდებოდ, მე მივხვდი თავიდან ეს სიმღერა მემღერა. მე კიდე რაღაცა მომიდა, მე მივხვდი რომ ყველა სიმღერა მინდა მივიმღერო და ანუ არ გამოვიდოდა ასე და ამიტომ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერა დაგითმე შენ. მე ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა. ვინც ასევე ძალიან მიყვარს და დღეს საღამოს მსვლელობაში თქვენ ყველას ნახავთ. და ახლა შენი მეუღლე რას აკეთებს ძალიან მაინტერესებს. მზათა ხარ ძვირფასო. წავიდა მაესტრო მუსიკა. ლამაზო ბიჭო ჭირი მეშენი ვიცი დამეძებ ჭირი გავრჩები ჩამოგიბრია შუშაბანდები მოგიგალია თეთრი ვარდები გული ამღერა და სიხარულითა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულითა ცეცხლი დამინეთე სიყვარულისა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულისა ლამაზო ბიჭო ნუ იგლავე თაფსა არ დაიჯერო შორდები ქმარსა სადი შეგერგოს რაც მიგოცნია ალალი იყოს რაც მილოცნია გული ამღერა და სიხარულითა გული ცულით და ჩაგერული სიყვარულითა ცეცხლი დავინეთე სიხარულისა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულისა გული ამღერა და სიხარულითა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულისა ცეცხლი დავინეთე სიხარულისა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულისა გული ცულით და ჩაგრული სიყვარულისა
მადლობა. აი, სხვათა შორის გემოვნება რო ქონდა კონსტანტინე პევზნერს, აი ამ სიმღერაში გამოჩნდა, იცით, იმიტომ რომ გავსი აი რაღაც ისეთი, რა ქვია მას ისეთი აშუღური თუ რა ვიცი, აი ესეთი. ბაქოს გავლენაც იყო და მოგეხსენებათ რომ კონსტანტინე პევზნერს ბავშვობა ბაქოშია გატარებული, დაბადებული ბაქოში. ეხლა იცი რა, აი ზუსტად ფრაგმენტი წიგნიდან კონსტანტინე პევზნერი თავის თავზე წერს. როდესაც წარსულს ვიხსენებ, ფიქრობ არა იმაზე თუ რა გამომივიდა და რა არა, არამედ ფიქრობ რომ მუსიკა ჩემი ბედის წერა იყო. მართლაც ბედის წერა იყო, იმიტომ რომ კოწიკას თელი ბავშვობა უნდოდა და ახალგაზრდობა მსახიობობა. მაგრამ შემდეგ ომმა შეუშალა ხელი, რა ვიცი, აბა მე უკვე მუსიკამ იმძლავრა მის ცხოვრებაში, მაგრამ რამდენად არტისტული იყო გია. ხო ძალიან არტისტული. მე მახსოვს როგორ დირიჟორობდა, მე პატარა ვიყავი და სულ ვიმეორებდი მის ჟესტებს და ერთხელ ნახა როგორ ესეთ პაროდიას თუ იმიტაციას ვაკეთებდი და ძალიან ბევრი იცინა და მოყევი. გარდა ამისა იყო არაჩვეულებრივი თხრობელი. ვერც ერთ ანეკდოტს ისე კარგად ვერ მოიტანდა, ვერც ერთი აი ესეთი კომიკოსი მსახიობი, როგორც კოტიკა. მერე იყო ბრწყინვალე თამადა და ამიტომ მის ნომერში და უფრო ხშირად, არა, წლების განმავლობაში მოსკოვში ჩასვლისას კოტიკა ცხოვრობდა სასტუმრო პეკინის 501 ნომერში. დიდი ნომერი იყო, იქ სპეციალურად მისთვის მოიტანეს ინსტრუმენტი პიანინო და ну, არა მარტო სავრემენიკი მაშინ იქ იყო მაიაკოვსკის მოედანზე თეატრი სავრემენიკის შენობა და მობილდაპირა მხარეს სატირის თეატრის შენობა. აი მთელი ეს მსახიობები როგორც დაბარებულები ისე მოდიოდნენ სპექტაკლის შემდეგ კოტიკას ნომერში და ეს იყო მართლა ფოიერვერკი იუმორის, მუსიკის, თხრობის, რა ვიცი და კოტიკას განუმეორებელი თამადობის. ეს იყო კავშირი არტისტულ ბოჰემასთან, შესანიშნავ მსახიობებთან, მუსიკოსებთან, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა და მე ძალიან მადლიერი ვარ კოტიკასი, რომ აი ამ ხალხთან მქონდა ასეთი ურთიერთობა ძალიან მეგობრული, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, მოსკოვის პერიოდში კიდე დაუბრუნდებით ეს ბაქო, ხა ჩვენ არ გვინდა მას ბიოგრაფიას ესე რაღაცა დაუბრუნდეთ, სხვათა შორის თვითონ იმასაც წერს, რომ სულ არ აქვს მნიშვნელობა რაღაც დეტალებს, ბავშვობის რო ინდელ სად ისწავლე, რა ისწავლე, როგორ სწავლობდი. თავი რა გააკეთე ან რა ვერ გააკეთე ცხოვრებაში. 1954 წელს უკვე კონსერვატორია დაამთავრა, 30 წლის არის და ბაქოდან დორიან კიტიამ და იოსებ დუღუშმა ის ჩამოიყვანეს საქართველოში. და კოტიკა კარგარეთება. აჰა, და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში. ჩვენ ძალიან დეტალურად ყვებით და ძალიან გრძელი საღამო გამოგვივა, ამიტომ ცოტა გადავახტით რაღაცეებს, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია მოსაყოლი. მაგრამ იცი რა, გამოსატოვებლად ძალიან ესეთი გულდასაწყვეტია. მაგრამ ჯობია მუსიკა მოვისმენოთ, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდის შემდეგ შეველიოთ რაღაცა. იწყება აი არაჩვეულებრივი თბილისური, მართლაც ქართული სიმღერების მთელი კასკადი. გაზაფხულის გრალი. თუ მოკრავდი ბევრი სახლის კარანჯი გულში რომ ჩამტევოდი ჩუმად მოგიპარავდი ეს კი შეთვის თვითფასო უკვე აღარ მზარია ნუ გამკითხავ რა უყო გაზაფხულის ბრალია ნუ გამკითხავ რა უყო გაზაფხულის ბრალია Συμφωνία που ότι αραουίτσα ψάβιτσα Σενზე φιξιραμμένη Βαμέλιδα μεράμιτσα Σεν μη γουάρδιν χωβότσε Σίξοτς χλέζε δαλία Μες βάμι πάσραουγο Γάζα πουλις βεραλία Μες βάμι πάσραουγο Γάζα πουλις βεραλία Din холодше, сицот слезе далия, без вами пар сравго, казахули зралия,
ეს ვამიყვარს რა ვუყო გაზაფხულის ბრალია თამრიკო, თინიკო და სოფიკო ჭოხონელიძე, დიდი მადლობა სოფიკო და თინიკო. თამრო, შენ კიდე ერთი მართლაც შედევრი მინდა გთხოვო, შეასრულო. საოცარი ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ყველაფერთან ერთად, კოწიკას შემოქმედება. ყველა სიკეთესთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, ახლა მე ძალიან კარგად ეს მომზადების პროცესში ჩაუღრმავდი, ქონდა კლასიკური სონატიდან სონატა, მე აღარ მაგოფარებს ოპერეტების ავტორი იყო, ამაზე ცალკე მე ვისაუბროთ, მაგრამ რომანსები ქონდა. აბსოლუტური შედევრები და აი ერთ-ერთი მათგანი მინდა ჩემ თამრიკოს ვთხოვო რომ შეგვისრულოს. Ждала, как долго светлый день, а он пришел совсем нежданно, как будто отступила тень. Когда явился ты, чьи очарования. Я ни во сне тебя встречала наяву. Тебе дарю свое признание. По имени и отчеству зову тебя, очарование. Один лишь день судьба дала, его часами не измерить, в нем столько света и тепла. Там праздник только мой, и там печаль потери. Я не во сне тебя встречала наяву. Тебе дарю свое признание. По имени и отчеству зову. Зову тебя, очарование. დიდი მადლობა არ წახვიდე, ეხლა მინდა სცენაზე მოვიწვიო შენი საამაყო ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი და დედა და შვილი იღერებენ კონსტანტინ ფერზერის შესანიშნავ დუეტს. შენს ღიმილს ვერ გავეკეცი თვალებს ვერ ვემალები სულ თვალწინ მეხატებია შენი ლამაზი თვალები შემოვიარე ქვეყანა გზა შენზე ფიქრა მაგალია თმას ვერცხლი შემოებარა თვალების ბრალია ვიცი ნაღველი გაქრება ახტება რაც კი ნატრია მაჩვილივით რომ დამყლება მაგ თვალთა თინათია შემოვიარე ქვეყანა შენზე ფიქრ მაგალია სიცოცხლე რომ შემიყვარა
შენი თვალების ბრალია Valebs ferfemalები ხდება რაც გვინატრია ძაზე ინათებს მზე შემომიარე ქვეყანა გზას იყარო მაგალია სიცოცხლე რომ შემიყარა შენი თვალების ბრალია შენი თვალების ბრალია შენი თვალების ბრალია დიდი მადლობა თამბრიკო დიდი მადლობა მარიამ მოდი ჩემთან მოდი საყვარელო და კიდევ ერთხელ მინდა შენ კიდევ ერთ რაღაცას გავაკეთებთ მე მინდა ამ წიგნიდან წავიკითხო გიაბიძია შესანიშნავი წერილი რომელსაც ბატონი გიგა ლორთქიფანიძე მე მგონი დარბაზშია დღეს და მივესალმოთ დარბაზში ბრძანდები გიგა ბატონო და იცი რა წერს საიდან დაიწყო კონსტანტინე პევზნერის და ბატონი გიგას მეგობრობა ადამიანური და შემოქმედებითი დაიწყო როდესაც პირველ პროგრამას აკეთებდა პევზნერი რეროში და მიიწვია ბატონი გიგა როგორც დამდგმელი რეჟისორი და ბატონი გიგა წერს რომ კონსტანტინე პევზნერს საოცარი თეატრალური დრამატურგიული ნიში ჰქონდა რეჟისორი იყო რა ისე ეხმარებოდიო ესე წერს ძალიან თავდაბლურად მისთვის კონცერტი ცალკეული მუსიკალური ნომრების მიმდევრობა კი არა მთლიანი სპექტაკლი იყო ის კონცერტს აგებდა როგორც მუსიკის პლასტიკის იუმორის ორგანულ და ლოგიკურ შენაერთს. მე კი როგორც შემეძლო ვეხმარებოდი. მე ვიცი ეს შენ ნომრებს ხანდახან კოციკად გავდა. აი მოყევი ამის შესახებ. ჯერ ერთი დაწყებული ჩემი ჩაცმულობიდან მე იმასაც ჩაცმულობას ეტყვიან თქვათ რეპერტუარი, ლიტერატურული მხარე ავტორებს ის იწევდა ჩემთვის და იცოდა აბსოლუტურად ყველაფერი 1000 ჯერ გადააკეთებინებდა ერთხელ დაწერილს უკვე ძალიან რთული და ისეთი შრომატევადი იყო ყველაფერი ეს, მაგრამ მე სპექტაკლში ეს ყველაფერი ჩანდა და კი ბატონი გიგას ძალიან მადლიერი ვარ და ყოველთვის ვიქნები, მაგრამ უფრო ხშირად, ესე იგი, ლიტნაწილიც, დრამატურგიც და რეჟისორიც ჩემი იყო კოტე. დიდი მადლობა მასამ. ეს ბრავალმხრივი ნიჭით დაჭირდებული ადამიანი იყო. ნამდვილად და აი სხვათა შორის ეხლა მარიამი შეგისრულებთ ერთ რომანს, კამერულ რომანს, კლასიკურ უფრო ალბათ რომანს, რომელიც მე არ ვიცოდი, რომ აი ამდაგვარი ჟანრის რომანსებიც ჰქონდა კონსტანტინე პევზნერს და აი ამ პროგრამის მომზადებისას აღმოვაჩინეთ და მე გაგიკეთებ აკომპანიმენტს ახლა და წავიდეთ და ვიმღეროთ. ეს გახლავთ რუსული რომანსი იყო საშა ჩორნის ლექსზე და შესანიშნავმა პოეტმა და მსახიობმა ნიკო გომელაურმა თარგმნა მარიამისთვის სპეციალურად და დღეს ამ სიმღერის პრემიერა. Grubliani ganz Bobazi
იღებს ფანდას საოცრებებს ხადას ეს ფიფქები ლურჯიცის ფიქრები განწყობაც თავს მეხვევიან დავსებენ სივრცეს შეპარაჭაღარამ თებს უხარიათ მადლობთ მარიამ, დიდი მადლობა. გია, შენ წეგან კითხვი მოსკოვში როგორი არაჩვეულებრივი საღამოები ქონდა კონსტანტინე პევზნერს, მაგრამ აი მის ხელგაშლილობაზე დაწყებული აქ ჩალაუბნის ქუჩაზე, ხო? მე მგონი ქონდათ მათ სახლი მერციას და ცხოვრობდა დასაწყისში. აი იქიდან დაწყებული, შემდეგ პეკინის ქუჩა, მე აი ყველგან დადის ლეგენდები, რომ კონსტანტინე პევზნერს ქონდა აბსოლუტურად ისეთი ქართულისთვისაც კი გადაჭარბებული და გადამეტებული ხელგაშლილობა, სტუმართმოყვარეობა, თამადობა, რა ვიცი, აი არაფერი არ ენანებოდა არავისთვის. ნუ ერთი ძალიან ნუ გაგიკვირდება, დედით ქართველი იყო, ტყეშელაშვილი იყო დედამისი, მაგრამ არც ქართველი მეგულება ბევრი ისეთი ხელგაშლილი როგორც გოჩკა იყო. ჯიმეში ხელშეყოფას ვერ მოასწრებდა ვერავინ. სადაც არ უნდა ყოფილიყავით. და ხანდახან ახლა ყოველთვის არ არის რომ ესე კონდეს. აი ყოფილა ესეთ შევთხვევები რომ უტე და მე საღერღელაშვილები რაღაცა გვინდა და არ გვაქვს არც ერთ ფული. ყოფილა ესეთ შევთხვევა რომ შევსულვართ ფილარმონიაში. მურა ზლატანინსკაია იყო საკონცერტო განყოფილების გამგე და მურას თხოვდით გალბატონს სესხად ფულს, მე შეიძლება თვითონის მურა დაგვეპატიჟებინა, წაგვეყვანა რესტორანში. აი ესეთი აი გამოგარჩმევდათ ხო იმ ბალს ალბათ და ძალიან ქართული ამბებია. მაგრამ გარდა ამისა, კიდევ აი მაგალითად ბატონი ავთანდილ გელოვანი, ბაჯული გელოვანი, ხო? უახლოესი ადამიანი კონსტანტინე პევზნერის ამ წიგნში წერს ესეთი მეტეორიტი ბაქოდან, ასე ქვია მის წერილს, ეს ქართულ ვარიანტშიც იქნება და ესეთი აბზაცია ძალიან მომეწონა. ბოლო პერიოდი თქვენ მოგეხსენებათ, როდესაც კოციკა უკვე მოსკოვიდან დააბრუნდა უკან. ჩვენ ხა ცოტა ვხტებით დროში, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა და გააკეთა კიდევ ერთი პროგრამა რეროში. ამ პროგრამას დაარქვეს რეროსანსი, ნუ რენესანსიდან გამომდინარე ცხადია. და აი ბაჯული წერს, რეროსანსი კოტეს ბოლო გაბრწყინება იყო. მთელი გულით მუშაობდა. მან საერთოდ არაფერში არ იცოდა მომჭირნეობა. სავსედ ხელგაშლილი იყო. დაუნანებლად გასცემდა ყველაფერს, ნიჭს, გულს, ფულს, პარტიებს, სიმღერებს, იუმორესკებს. ალბათ ამიტომ ეძებს დღეს ასე მონდომებით მერცია მის მიმოფანტულ უამრავ სიმღერას, რომ შეკრიბოს და ყველას თუ ვინ იყო კოტე პევზნერი კიდევ ერთხელ შეახსენოს. მადლობთ მერცია კიდევ ერთხელ. მადლობა მერცია, აფერულ შენქალობას. მადლობა. მოდი ხა ერთი ძველი სიმღერა გავიხსენოთ კიდევ და შემდეგ ახლებსაც მივადგებით. Da siqvaru sarumeros dideva sanam kevnad gazapuli kneva sanam kevnad gazapuli kneva დოდებიდან მოსვივიან ფარფათით ყვავილები როგორც თოვლის ფიფქები დაგეხვევა ფაფუქთმებზე
ფსკერძე გიშრის ძამძამებზე როგორც ჩუმი ოცნება და ფიქრები და ეს ეშკი მიწის ეშკი არ ჩაქრება არაფერში სანამ ჩემი მხოლოდ ჩემი იქნები გაზაფხული შუქს მიყვებით მადლიანს ირგვლივ თითქოს გელაპარებიანთია რა გვილია სივიდა თელი მოსის რაც მინდაც გერალურს ლაბაცის სიყვარული გულის გერასუმატეს როგორ გასლებს ისე რომ არ უყვარდეს და სიყვარულს არ მოვეროთ დიდებას სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება დაწმინდაზე ბილიქს ისე მიუყვები თითქოს გზას ამოთხისკენ სამალი ნიავქარი ტოტებს აფხევს და სამოსურნელს აფხევს ვიდგაშლილი ნაზია სამანი რომ მიმღერის ქართულ ექსებს და ლექსივით მიალერსებს შენი ხმა თუ ფოთლების ხმარი გაზაფხულის შუქს მიყვებით მადლიანს ირგვლივ თითქოს გელაპარებიანთია რა თბილია სივიდა თელი მოსის რაც მინდაც გერალურს ლაბაცის სიყვარული გულიც გერასუმატეს როგორ გაძლებს ისე რომ არ უყვარდეს და სიყვარულს არ უღეროთ დიდებას სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება გაზაფხული შუქს მიყვებით მადლიანს ირგვლივ თითქოს გელაპარებიანთია რა თბილია სივიდა თელი მოსის რაც მინდაც გერალურს ლაბაცის სიყვარული გულით გერასუმატეს როგორ გაძლებს ისე რომ არ უყვარდეს და სიყვარულს არ უღეროთ დიდებას სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება დიდი მადლობა. კოციკა პეზნერს ასეთი შესანიშნავი სიმღერა. ნანო ერთ სიტყვას ვიტყვი სანამ იმღერებ ერთ სიმღერას ერთ მადლობთ ეს იყო ბორის ბედია და სოფო ბედია დაძმა მოგეხსენებათ მე ძალიან მიხარია როდესაც ახალგაზრდები მღერიან ხო ძველ სიმღერებს მე მინდა ვთქვა როგორ მომწონდა ნანული როდესაც მე ვიყავ პატარა გოგო და ნანოს ეცვა ხოლმე ესეთი კიპიურის სარაფანი გახსოვს ისეთი ბეჟი რაღაც კაკაოსფერი არაჩვეულებრივი ისეთი ლამაზი იყო და იდგა და მღეროდა და დღეს აქ უნდა ყოფილიყო ბატონი სულიკო კოროშინაძეც მაგრამ სამწუხაროდ შეუძლოთ არ და მოდით ყველამ ერთად ვუსურვოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როცა ბევრი ადამიანი ერთად უსურვებს გამოჯანმრთელებას მე ვიცი რომ ყველანი გულწრფელად უსურვებთ ეს აუცილებლად კარგად გახდება ხოდი ძალიან ხშირად სიმღერა კიდე გიმღერა
შენთან მსურს დილის ცურის დალევა შენ გისურ შორიშორ დადიხარ ნუ თუ ამანძილის დარღვევა არ შეიძლებოდეს ხანდის ხან არ ვიცი დადგება ის დრო შენთან შევეგებო მეცის გარს გითხრა ნანა ტრიორი სიტყვა ჩემი ხარ დუმილით გიცქერდი დღე და ღამ სიტყვა ვერ გავბედე მე დიდხან მხოლოდ გონება და ბაგე ჩურჩულებან ჩემი ხარ არ ვიცი დადგება ის დრო შენთან შევეგებო მეცის გარს გითხრა ნანა ტრიორი სიტყვა ჩემი ხარ დუმილით გიცქერდი დღე და ღამ სიტყვა ვერ გავბედე მე დიდხან მხოლოდ გონება და ბაგე ჩურჩულებან ჩემი ხარ ბრავო, მადლობთ ნანო. მე მინდა თქვა კი ბატონო, ნიშნის. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ რეროში, როდესაც მუშაობდით და მივედი რეპეტიციაზე და კონსტანტინე პევზნერი იჯდა როიალთან და რაღაცას უკრავდა. აი ამ მელოდიას. და ისე მომეწონან რომ გავგიჟდი კინაღამ და მითხრა კარგია, მაგრამ სიტყვები გამოვედი ეზოში და გია იჯდა და როგორც ყოველთვის გაზეთები ბევრი და კროსვორდები და რაღაცა და არ ეცალა ჩემს გია მე უთხარი ნახე და ბალვანკა ვაჩვენე. ერთი 15 წუთის შემდეგ შემოვიდა კოციკასთან და შემოიტანა ეს სიტყვები. ასე რომ ეს სიტყვები ეკუთვნის გია ჭირაქაძეს. მაგრამ არ ახსოვდა, ხო იცი? თავს იკლავს, არ ახსოვდა. გია ნამდვილად არა გაქვს სკლეროზი ვიცი. არა მე რო ვკითხე მართლა არა კაცო ჩემო მე არა ეს ნამდვილად ასე იყო ნამდვილად დიდი მადლობა გია დიდი მადლობა შენ ნიჭიერი კაცი და ყველაფერში ნიჭიერია და აუბრუნდეთ ისევ ჩვენი დღევანდელი საღამოს თემას მართლაც უნიჭიერეს ადამიანს კონსტანტინე პევზნერს ოპერეტები. შენ წეგან ახსენე ისე გაკორით, მას ქონდა 4 ოპერეტა. ეს იყო, სხვაშორის ერთი იყო დადგმული მოსკოვში, ოდესაში იყო დადგმული, ამდენთაც მახსოვს, ხო? აი ოდესის პერიოდის ოპერეტები, აბა რა შეგიძლია გაიხსენო. მიიწვიეს კოტიკა ოდესაში. იქ უნდა ემუშავა, იქ უნდა ეწერა, ამიტომ სასტუმროში არ დაიქირავეს კერძო სახლში, ბინაში მიუჩინეს ადგილი, მაქსიმალური კომფორტით, როიალით, გაბწყინვალი, აწყობილი ყველაფერი და რასაკვირველია თეთრი ფირა დიასახლისი, რომელიც ძალიან ზრუნავდა კოტიკაზე და სულ ასე თავს ევლებოდა და ყავას უხარშავდა, მანდ მეც არ უყვარდა კოტეს ყავა. Пейте котик, пейте кофе. Котик говорит, ну зачем мне кофе? Как? Для чего? Для поднятия конуса. Конуса, да. იყო ჩვენი ქაური მეგობარი ადმინისტრატორი, რომელიც გადაყოლილი იყო რეროზე და ნუ კოტიკას მეგობარი იყო და ასევე ჩემიც
Дима Козак, რომელიც ესე ეცნობოდა ახალ კაზაკ. კოზაკს არა, კაზაკ. და ერთ-ერთი ჩვენი ესე იგი გასტროლი დაემთხვა იმას, რომ დავამთავრეთ მაშინ ლენინგრადში კონცერტები და ოდესაში უნდა დაწყებულიყო შემდეგ, მაგრამ ეს 2 დღე გამოდიოდა ფანჯარას იტყვიან ასე კონცერტებს შორის ღიობს და იმიტომ რომ ზედმეტი ფული არ გადაეხადა, ჩვენ ადმინისტრატორი ყავდა საშა სამოვსკი, გაგვამგზავრა მატარებლით ლენინგრადიდან ოზესაში. ერთი ბოლო და მეორეში. და ჩავედით ახლა ჩვენ ოდესაში მატარებლით პირველად ჩვენ ან გემით მივდიოდით ან თვითმფრინავით და ჩავედით მატარებლით და ახლა პერონზე არის სასულე ორკესტრი, პიონერები, ტრანსპარანტები, ყვავილები. Котикас გაუკვირდა. Мы часто приезжаем на такой встречу, да, не было. Ამდრ ჩაგვიარეს პიონერებმა ძალიან წყნარა, თურმე ჩვენ არ ხვდებიან. რაცა სხვას ხვდებიან. და ბოლოს მოჩანჩალობს Дима Козаки, ის ნახდათ ჩვენ შესახვედრად არის. Сколько лет, сколько зим, котики. Котикам კითხავს, слушай, Дима, что это, что за демонстрация? Это они встречают московскую комиссию. Что за комиссию? Ну, это очень долго рассказывать, я тебе коротко скажу. Это та самая комиссия, которая должна выяснить, где бывает каждый вечер те 2000 одесситов, которые должны сидеть в оперном театре. Дима Ройтман ходячий анекдот. Это истина. Შენ გვარზე რა იყო იქ რაღაც ეჭვი. ყოველთვის ახლა კოტიკა ზრუნავდა რომ ოდესის გასტროლები განსაკუთრებით ყოფილიყო ესეთი მომხიბვლელი და სპეციალურად ოდესისთვის წერდა ჩემთვის კუპლეტებს რა და რასაკვირველია დიდი წარმატება მქონდა მე და Димаსაც მოყავდა თავის მეგობრები და ისინი ეკითხებოდნენ Константин Григорьевич, а как фамилия вашего конферансье? Чиракадзе. Ну, это для афиши, а так? ახლა Димам მოიყვანა თავისი მეგობარი ახლა вот где познакомился это мой друг მოვიდა ახლა და გამიყვანა უდესელებ მასე იცენ ცალკე გაგიყვანენ спасибо скажите вы грузин? Говорю, да спасибо я тоже еврей вот я таки да ну вот видите Я тоже. გია, ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე. ეხლა მიუზიკლს დაუბრუნდეთ, მიუზიკლს ხო ახლა წამოვიცდა და სხვათა შორის კოწიკას ოპერეტა. უწერია კიდევაც კრიკორიანს უთხრა ერთხელ, რომ თუ ესმანს აღარ მახსოვს. მე სხვათა შორის არ მიყვარს ოპერეტაო, არა და ძალიან ბევრს მუშაობდა ოპერეტის ჟანრში. იმიტომ რომ აი კლასიკური ოპერეტა არ იყო მისთვის იმდენად ახლობელი, მას უფრო აი დღეს რო ეწერა კოწიკას ეს იქნებოდა ან მიუზიკლი ან როკ ოპერა რაღაც სხვა სახელი ერქნებოდა ნამდვილად და სხვათა შორის აი მერციას კიდევ ერთი აღმოჩენა ძალიან მთხოვა რომ ამ კონცერტისთვის მოგვემზადებინა ჰერაკლეს მე-13 გმირობა ქონდა მას კონსტანტინე პევზნერს ასეთი ოპერეტა ოპერეტის ცოტა ესეთ სახელია ხო მძიმე მაგრამ არაჩვეულებრივი დუეტია ეს არის ჰერაკლესა და გეტას დუეტი რომელსაც ახლა შეგვისრულებს არაჩვეულებრივი წყვილი მეუღლეები სოფო ბედია და მიშიკო შაყულაშვილი პრემიერა ხობთ По всем дорогам дальних стран пронес я словно талисман имя твое, имя. В сражениях яростных огнях питалась силою
парусе весло, оно корнями в сердце проросло. И я мечтал сказать при встрече вновь имя твое, имя твое, имя. Сплелись два имени, сплелись как две судьбы. любви владычицы мы верные рабы. Мы к алтарю ее несем свои сердца, да будет так до самого конца. Оно мне словно парус и весло, оно корнями в сердце проросло. Я мечтал сказать при встрече вновь имя твое, имя твое, имя. Сплелись два имени, сплелись как две судьбы. Любви владычицы мы верные рабы. Мы к алтарю ее несем свои сердца, да будет так до самого конца. Но мне словно парус и весло, но корнями в сердце проросло. Мечтал сказать при встрече вновь имя твое, имя твое, имя твое, имя твое. დიდი მადლობა. აბა, აი ესეთი არაშეულებრივი დუეტი, ძალიან თანამედროვე, მე მგონი. ისევ წიგნი, გია. უყურე რაც წერს ვასილი არკანოვი, ეს არკადი არკანოვის ვაჟი, რომელიც დაბადებიდან უკვე კოტიკას მეგობარი იყო და ისე იყო შეყვარებული მის შემოქმედებაზე, რომ დაჩემებული ქონდა я должен играть на сикстифоне. სიქსტიფონი. სოჭი ძიძე კოტიკა ასე ქვია მის წერილს. და ერთი ძალიან მომეწონა ესეთი ფრაზა. ჩვენს პირობით ყოფაში ყველაზე დიდი პირობითობა დროა, ხოლო ერთადერთი რეალობა გარდაცვალება. და თუ თქვენ გეტყვიან, რომ ძია კოტიკამ 1924-დან 1990 წლამდე იცოცხლა, არ დაიჯეროთ. სინამდვილეში ის გაცილებით დიდხანს იყო ჩვენთან, რადგან იმდენ ადამიანს შეაყვარა თავი, სხვა 5 სიცოცხლეში რომ ვერ მოახერხებდა. მაგრამ ამავე დროს მისი სიცოცხლე ბევრად ხანმოკლე იყო, რადგან მხიარული, ქეიფის, დროსტარების, მეგობრების მოყვარე ადამიანების ცხოვრება ერთი გაელვებაა. მათი წასვლა ყოველთვის ნაადრევია და საოცარი უკმარობის და სიცარიელის განცდას ტოვებს. კოტიკა სევდიანიც იყო არა? მე მგონი, ზოგჯერ. წარმოიდგინე ახლა, იუმორით წავს, ეს ხალისით წავს, მაგრამ რასაკვირველი ისევე როგორც ყველა ადამიანი და განსაკუთრებით შემოქმედი, განსაკუთრებით მუსიკოსი, რომელიც გამუდმებით ძალაუნებურადაც კი აი რუსული ეს პაცბუდნა კონტროლს არ უწევდა, ისე ფიქრობდა, ისე ხზავდა, ამიტომ თავისთავად ამ პროცესს სევდაც ახლავს ხანდახან. და კი ისეთ ძალიან ლირიკულს წერდა ამ დროს ალბათ.
მაშინ მე ერთ ლირიკულ სიმღერას შეგისრულებ თქვენის ნებართვით. სხვადასხვა უმრავლესობა მისი სიმღერების გარდა რუსული რომანსების არის მაჟორული. ეს მგონი ერთადერთი მინორული ქართული სიმღერა, ეს გახლავთ თბილისური ტანგო, რომელიც მე საოცრად მიყვარს. მახსოვს ოქროღანის აღმართი ფერია სამანი შერისამახსოვრო პარათი დამთაწმინდის სავანე გზები ყვავილებში ჩაფლული აღმართ სავალი Hey, gakare, male paltore, me ama biliks vitsnov goli. Michvars khvavilepi, michvars katishepi, tereya samanis. Makhsov satasferi panteli, khvavilebi magram rateni. Zuhris zaris rekova da dangos cekova Mere surnele başroşari Magram istero akhla şorsaris Tbilisuri sakavoda Tvele buri tango Chemo Rad bila da krani samoda zveli tango Makhsov sokhroghani samarti Periya samanis Shenisa makhsovro parati Damtazminidis savane Ვილებში ჩაფლული აღმართ სავალი Hey gakane male paltore me am biliks vitsnov goli Michvars khvavilepi michvars katishepi tereya samanis Rad bila da is moda zveli tango La 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 Magram istro akha shorsaris Эту песенку давно я пою повсюду Стану взрослой, все равно петь ее я буду Даже если ты большой, видеть очень хорошо Оранжевое небо, оранжевое море Оранжевая зелень, оранжевый верблюд Оранжевые мамы, оранжевым ребятам Оранжевые песни, оранжево поют Оранжевые мамы, оранжевым ребятам Оранжевые песни Оранжевые песенки поют
სხვათაშორის არ იყო გადაღებული აი ეს ნარინჯისფერი სიმღერა მე მამაჩემ სულ საყვედურობდი როგორ მოგივიდა რომ არ გადაიღე იმიტომ რომ ეს არ შეიძლება და არ იყო მაშინ ეს ტექნიკა არა რაღაცები ხო იყო გადაღებული იგივე ახლა აგანჯოგზე მე და კოციკექსო სხვა სიმღერას მღერით მაგრამ ნუ მე რაღაცა დავამონტაჟეთ მე და რეჟისორმა დღევანდელი საღამოსი ნუგზარ ჩხაიძემ მე მინდა უბრალოდ თქვა რომ აი ამ წიგნს რომლიდანაც ახლა ჩვენ აქ ფრაგმენტებს ვკითხულობთ ძვირფასო მეგობრებო ასე ეწოდება оранжевая песня Константина Перзнера და რა სხვანაირად იცით და აქ ჩემი პატარა წერილიც არის ჩემი პატარა წერილიც არის რომელსაც ასევე ქვია რომ და მე რა ვიცი უსაზღროდ მადლიერი ვარ ყოფს თავი დაანებო მე ბატონმა კონსტანტინე ჯაძე კოჭიკამ ასევე ვეძახოდი მე მას აი ეს ნარინჯისფერი ბავშვობა მაჩუკა და ის მზე რომელიც აი დღემდე მინათებს მე გზანს აი ხა მოსკოვში კიდემ პატიჟებენ იღებენ ფილმს სუპერ ჰიტები გასული საუკუნის სუპერ ჰიტები ასე დამირეკეს რომ სუპერ ჰიტი 20 ვეკა და აუცილებლად თქვენ იმღეროთო და ნუ აი არავის არ ავიწყდება ეს 65 წელში დაწერილი სიმღერა და დღემდე ახსოვთ მოსკოვში რუსებს ძალიან კარგად ახსოვთ ისიც ახსოვთ რომ ჩემთვის იყო ეს სიმღერა დაწერილი და სხვათა შორის და არკანოვმა არკანოვმა და გორინმა, კი, არკადი არკანოვის და გრიგორი გორინის ლექსია და აი ამ წიგნში კიდევ ვიაჩესლავ იესმანი შეწეღან ახსენე მისი დრამატურგი და მეგობარი წერს როგორ უნდა და კონსტანტინე პევზნერს დაეწერა საბავშვო მიუზიკლი და ასევე უნდა რომ დაერქვა ნარინჯისფერი სიმღერები. სამწუხაროდ ეს ოცნება ვერ განხორციელდა, მაგრამ აი ახლა ზუსტად ისევ ამ საღამოს მზადებაში ჩვენ აღმოვაჩინეთ ესეც მერციას დამსახურებაა ისევ საშა ჩორნის ლექსებზე და ისევ ნიკა გომელაურმა თარგმნა ეს ლექსები გარდა ნარინჯისფერი სიმღერისა ეს არის ნაზიკი ლასონიას თარგმანი შესანიშნავი ციკლი საბავშვო სიმღერებისა და აი მოდი ორი მათგანი ახლა მოვასმენინოთ ჩვენს შესანიშნავ და ძვირფას აუდიტორიას და მე ძალიან მეამაყება რომ ამ სიმღერებს დღეს იმღერებენ ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი ბავშვები ჯგუფი ბზიკები გაზაფხულის წვიმა მოდის ყველაფერს ასველებს მოხაზე რომ წვეთი მორბით შხაპუნა შხაპს მახსენებს ფეხში შველი გავაგარე უბეებში გავიდე აბა ნახეთ ყველა ნახეთ ცოტა წაშეს გავიდე მოდის ყველაფერს ასველებს მოხაზე რომ წვეთი მორბით შხაპუნა შხაპს მახსენებს გადაავსებს წვიმაგუბეს გაგვაცინებს გაგვართობს მაგრამ მალე საზარგუბელს მაისის ძე გააბობს წვიმას უნდა წვიმაების გავიხაროთ ბავშვებმა წვიმას ეგვავს წვიმამღერი თამაშება წვიმას ეგვავს წვიმამღერის წვიმა გვეთამაშება გაზაფხულის წვიმა მოდის ყველაფერს ასველებს მოხაზე რომ წვეთი მორბით შხაპუნა შხაპს მახსენებს ფეხში შველი გავაგარე უბეებში გავიდე აბა ნახეთ ყველა ნახეთ ცოტა წაშეს გავიდე გაზაფხულის წვიმა მოდის სულ ყველაფერს ასველებს შხაპუნა შხაპს მახსენებს მოწყენილი მგელი ვარ ყველაფერი მდგივა სამხეცეში ძნელია სამხეცეში ცივა ლუკმასაც არ მიტმობენ ქვეშ მიგებენ ეკლებს ნაკვერჩხალით მიტბობენ გადამტურეულ მეკნებს ყველა მოძმემ დამკოვა ვტირი მოთქმი უგვით რატომ გავყურობდი
წენილი მგელი ვარ ყველაფერი მგივა სამხეცეში ძნელია სამხეცეში ცივა ყველა მოძმემ დამტოვა ვტირი მოთქმი უკვით რატომ გავმოროდი ჯგუფი ბზიკები. გამოდით. დიდი მადლობა. შესანიშნავია ქართული ვერსია, რა? მე ძალიან მომწონს. გია, ახლა რო ფიქრობ, ამათ ხელა ვიყავი, მე როდესაც ვიყავი რეროში, ვიდექი თქვენს გვერდით და მღეროდი და მაშინ კი ვერ ხვდებოდი რა ხდება და ეხლა რო ხვდები, რამხელა რამე იყო ეს, ძალიან დასაფასებელი, ძალიან მნიშვნელოვანი. და იცი რა, მოდი ჩამოვთვალოთ, როგორი არაჩვეულებრივი მუსიკოსების გვერდით მომიწია სულად პატარა 7-8 წლის ბავშვს. დგომა გარდა კონსტანტინე პევზნერისა, ხო? რაც უგნებავს აი მომღერლები ხა წეღა ნანული გამოვიდა, ბატონი სული კოკოროშინაძე, ნაზი დუმბაძე, მე მდავახსენო აუცილებლად ქალბატონი ნაზი. ნუ იქ იყო ლოლა ხომიანი სიმღეროდა, კიდე აი ზოგი ცოცხალია, ზოგი აღარ დამეხმარე, ხო? ვიღაცები მახსოვს ზურაბ ცხილაძე.
დემურჩხიტიშვილი მე კარგად ამყოფოს. ნიკო ჯადუგიშვილი. ნიკო ჯადუგიშვილი. მომღერლებ ჯანო ბაგრატიონი. რა არჩულებრივი. ბედეა ძიძიგური. ბედიკო ძიძიგური. ჩვენი მეგობარი ჩვენი. მანანა მენაბდე კი ბატონო, რა ვიცი, ბევრი. ბევრი. თუ გნებავთ დაგვეხმარეთ. ნაინბერო ჩემამდე იყო. მე რომ მივედი უკვე აღარ იყო თორე. ასე ხა როში მღეროდა ყველა სხვადასხვა დროს. მაგრამ იქ იყვნენ კიდე ორკესტრის მუსიკოსები, ციცით და მე ისინიც მინდა რომ ვახსენო. ძალიან ბევრი. დღეს უნდა ყოფილიყო აქ ენვერ ხმიროვი და სამწუხაროდ რაღაცა წელი გაუკავდა და ავად გახდა და ვერ მოვიდა და მასაც მინდა რომ უსურვოთ გამოჯამწელება. ჩვენ უბერებელი კი ამას წინათ გქონდა კონცერტი. კი. აი ეს მართლა პირველი თაობაა, სულ პირველი. მოგეთ რა ვიცი, ძალიან ბევრი მუსიკოსია ნამდვილად, ვის ხელშიც მე გავიზარდე, შემიძლია ვთქვა და ძალიან ვამაყობ ამით, მაგრამ განსაკუთრებით ორი ადამიანი მიყვარდა მე მაშინაც და მიყვარს ეხლაც და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ კონცერტში ისინი მონაწილეობენ. ესენია ბატონი თენგიზ ჯაიანი და ბატონი ლევან ოგანეზოვი. გთხოვთ. ლევანი კიდე ჩვენი ერთგვარად მასპინძელიც არის ამ თეატრში, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ეხლა მე მინდა შენ გთხოვა რომ იმღერო ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად. სიამოვნებით. სინია დაჟდი, გთხოვ. სიამოვნებით ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები. შევაბერდით ერთმანეთს. Сложено, знают соловьи, много троп исхожено в поисках любви, но не в птичьем пении, не в кусте сиреневом, не в горах скалистых я, в плеске моря черного не нашел, не встретил я желанную мою. Мокрыми ладошами дождь стучит в окно, самую хорошую встречу все равно. За дождями синими, грозами и ливнями, за дорогой дальнею, встречею случайною, встречу я любимую, желанную мою. За дождями синими, грозами и ливнями, за дорогой дальнею, встречею случайною, встречу я любимую, желанную мою. Браво, браво. Πατნა ლოვა, მე მგეთი კარგი ისტორია გავიხსენოთ ახლა ჩვენ. წეგან უკვე თქვა გიამ, დღემდე როგორ არის ბატონი ლევან ოგანეზოვი, აქ მუსიკალური ხელმძღვანელი თუ დირიჟორი.
მაგრამ მანამდე 15 წელი რეროში იყო მოგეხსენებათ და დორიან კიტიამ რაღაცა კოციკას ასე ვთქვათ უჩუმრად შესთავაზა რომ მოდი რა გადმოდიო. დორიანი მაშინ თეატრის დირექტორი. კი, აქ იყო თეატრის დირექტორი და ყველანი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მოკლედ გადმოდიო აქო და მე დანჩი მოყევით თქვენ. პირველად მიხდება ლაპარაკი სტენიდან. სულ ან დააკვრა ან მუსიკან რაღაცა. და დაიწყოთ ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოთ. ვიან არის. ნუ ესე იგი 66 წელი იყო პარიზიდან რომ ჩამოვედით და დორიანთან მოლაპარაკება მქონდა რომ გადმოდი ჩვენთან იმუშავე რაღაც და როდესაც გადაწდა ბოლოს რომ უნდა თეატრში გადმოსულიყავი მივედი პერსონაჟთან და ვეუბნები რომ ესე იგი კოციკ რაღაცებს ვიგონებ და я уже не могу без семьи без детей жену не могу скучаю რაღაცებს ვიგონებ ვატყვილებ რომ я хочу остаться в Тбилиси я хочу сразу уйти мисс арабес არ მეუბნება дай заявление ну მივეცი განცხადება ხელს მიწერს და მეუბნება передай Дориану если он мигрелец а ты армянин, то я не турок. სრულიად გენიალური ისტორია, რომ მომიყვა ბატონო, ისე მომეწონა რომ მევთხარ და მოყვეთ კონცერტის. დიდი მადლობა. და ეხლა კი აი ამ შემადგენლობით მე არ ვთარ შემიძლია არ გავიხსენო მართლა ბავშვობა და კიდე ერთი ტანგო ისე ეს ტანგოები მომიწია. ეს არის ერთ-ერთი პირველი სიმღერა კონსტანტინე პევზნერის 20 წლის ბიჭმა დაწერა 44 წელს შედაწერილი ომიზროინდელი სიმღერა ვოლნი შევჩოთ არჩეულებრივი რომანსი გთხოვთ Осталось в памяти немного от той девчонки давних лет. Вы мне тогда казались богом, мой незатейливый поэт. Дышали волны, как живые, я волновалась так впервые, жадно внимала и все повторяла. Наивные строчки стихов. Волны шепчут, волны нам пророчат счастье, то, что распахнется настежь, как простор синевы. Волны шепчут, любовь сильнее ненастья, зря искать не стоит счастья, там, где нет любви. Как простодушным бывает порой в свои 17 лет, я вас с улыбкой вспоминаю, мой незатейливый поэт. Не в любви, пожалуй, дело, я, видно, просто повзрослела, но почему-то мне в эту минуту так ясно припомнились вдруг. Волны шепчут, волны нам пророчат счастье, то, что распахнется настежь, как простор синевы. Волны шепчут, любовь сильнее ненастья, зря искать не надо счастья, там, где нет любви.
მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა უნდა მოვყვეთ კოწიკას გონება მახველობის შესახებ. დაჭიქი, აიღე მიკროფონი. აი საერთოდ არაჩვეულებრივი რაღაც ფრაგმენტები ამ წიგნში. აი იცი ყველა წერს რომ ყისიერი რეაქცია ჰქონდა კონსტანტინე პევზნერს. აი არ ჭირდებოდა რაღაც მოფიქრება, ეს არის იუმორის გზნობა. ჩემი აზრით, აი ზუსტად ეს არის არა ის რომ რაღაც დასწავლილ ანეკდოტს რო კარგად ყვება ადამიანი, არა? აი მაგალითად ვინ წერს? აი იური საულსკი წერს, რომ აი ვკითხეო, რომ ფიგაროს ქორწინებაზე იყავიო, არა დეპეშა გაუგზავნეო, იმპიჩმენტ. იგორ კიო წერს კიდე არაჩვეულებრივ რაღაცას, ძალიან უყვარდა ცირკიო. იგორ კიო წერს, თუ არიან დამსახურებული არტისტებიო, ჩემი აზრით უნდა იყვნენ დამსახურებული მაყურებლებიცო. და აი ცირკის დამსახურებული მაყურებელი უნდა ყოფილიყო კონსტანტინე პევზნერი, რომ თუ არ ქონდა თვითონ კონცერტი და რაღაც სხვა საქმე, მოდიოდა ყველა სპექტაკლი. მე შემაყვარა სხვა. ხო არა, ძალიან უყვარდა და მე ყოველთვის პირველ რიგში ვაძლევდი ბილეთს, მაგრამ ცოტა შორს ჯდებოდაო. და ერთხელ ვთხარი რომ კოციკ, რატო ჯდები ესე შორსო? ჩვენი ლომის სხვა არ გეშინია კოციკ, არ შეგჭამსო და არა კაცო, რატო უნდა შემჭამოს? არ ამგონია თქვენი ლომი ასეთი ანტისემიტი იყოს. იმავე წამს მიპასუხაო. იქნებ შეც გაიხსენო რაღაც. მოკლედ ერთი ხან წესი მოსკოვში რო გადავიდა კოჭიკა, მუშაობდა უჭოსოვის ორკესტრში. ნუ უჭოსოვი ითვლებოდა ახლა ხელმძღვანელად საქმე და ყველაფერი კოჭიკას ებარა და უჭოსოვი ღრმად მოხუცებული იყო და ძალიან ელოდებოდა თავისი 80 წლის იუბილეზე საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდებას. ოცნებობდა. აი ხო არის ასეთი ბარაზმი, რო ხოგი? სოცტრუდა, ხო? ხო, გეროი სოცტრუდა. ხო და რამისცეს მე ბოლო რა ორდენი მისცეს ოქტომბრის რევოლუციის რაღაცა რა, მედალი თუ რაღაცა და ძალიან განაწყენებული უწესოვის სახში, ნუ ტრაუმური აქვს, მოგეთ ძალიან ცოტ დღეშია და მივიდა ვლადიმერ კაჩანი და კონსტანტინე პევზნერი. ხო და აი შენ რას ლაპარაკობო? ეს გეროი ყველა საქმეა და აკჯავს კი რევოლუცია. ესე კი არ არის. ხო და ხო მაგრამ აი ეს ორი ნომერიაო. პირველი ნომერი ვინა? უკავო პირველი ნომერი აკჯავს კი რევოლუცია. კრეისერ ავრორა. ისეკნება ოკოცკა. კრეისერ ავრორაო. მოგეთ რა ვიცი, ეს ძალიან ბევრი ესეთი ანეკდოტია და რაც შეეხება მის კლავ თავარ ესეთ ფუნქციას და დამსახურებას, როგორი მელოდისტი იყო. ლეონიდ ზორინი წერს, ცნობილი დრამატურგი. გაოცებას იწევდა, რამდენ მელოდიას ატარებდა თავის თავში კონსტანტინე პევზნერი. დღეს მელოდიას პატივს აღარ სცემენ. ჩვენ დროს კი მელოდია ნამდვილი დედოფალი იყო. ეს ეთყობა სხვადასხვა იმ დროინდელ სიმღერებს. პევზნერი თავის საოცარ მელოდიებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ქმნიდა. თითქოს გზაზე დაინახავდა, დაიხრებოდა და აიღებდა. მეორე დღეს კი მთელი ქალაქი ამ მელოდიას მღეროდა. მოდით გავიხსენოთ ერთი ფრაგმენტი ისევ აი იმ სიმღერებიდან, რომელსაც აი ესე მეორე დღესვე მთელი ქალაქი ნანი უნდა მოგძანებულიყო და ვერ მოვიდა, მაგრამ დღეს ჩამოფრინდა და ჩამოფრინდა ღამე მიდის, ასე რომ ძალიან დიდი სიყვარული და მოკითხვა შემოგითვალათ ყველას, მაგრამ ჩვენთან არის ეკა მამალაძე, რომელიც ახლა მეტი გზა არ აქვს ნანის მაგირო ბარც როგორ გამოგეო, უნდა გაწიო. აბა ნახოთ. ხედავ გიხმობენ ყვავილები მოციქულნი გაზაფხულისა
გამოდი სახლში დაიღალები ნედავი ვინ გაგაგულისა რატომ ხარ ასე უკარება რად გიყვარს მოყვას იზიანი გამოდი 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 დარია მზიანი შენგელი დარში თუ ავდარში შენგელი სუსხიან ზამთარში რადამ გავლოდინით რაბიურის გამოდი გამოდი წაშენ მითვალების ფერია შენ შემოუფრდებო ფერია მზე გეძებს მზე შენთვის გამოდის გამოდი გამოდი მოყვას იზიანი გამოდი 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 დარია მზიანი შენგელი სუსხიან ზამთარში შენგელი ბახში თუ ავდარში უშენოდ მზეც კი არა მოდის გამოდი ეს ლექსიც და ისე როგორც მრავალი კოტეკას სიმღერის ტექსტის ავტორი იყო პეტრე გრუზინსკი. გთხოვთ. ბახში შლება ვარდი თუ ციდან ფოთლების თობა შენ ისევ შორით ხვდები ღიმილით მესამე შემოდოგომა რად მინდა ბიჭო რად მინდა მარადო ექშენი ღიმილი მოდი და რამე მითხარი მაკმარე გულის ტკივილი მითხარ გელოდო როდემდე ნუ თუ არასდროს მეწვევი შენ თუ არ მოხვალ მე მოვალ და გადაგეხვევი ხომ ხედავ უკვე ხებს ფოთლები დასვივანა მერე კი გვიან იქნება იცოდე ვეღარ გამათბობს ექშენი სიშორე რად მინდა ბიჭო რად მინდა ექშენი ზური ღიმილი მოდი და რამე მითხარი მაკმარე გულის ტკივილი
მინდა მარტო ეგ შენი ღიმილი მოდი და რამე მითხარი მაგმარე გულის ტკივილი ვახსენეთ რამდენჯერმე ბატონი პეტრე გრუზინსკი და ერთი გამახსენდა ახლა ერთ-ერთი პროგრამის შექმნისას მოწვეული იყო ვიქტორ დრაგუნსკი შესანიშნავი ავტორი პოეტი და მუშაობის დროს котикам китха слушай хочешь я тебя с царем познакомлю как с настоящим царем это возможно წავიდნენ იყიდეს ღვინოები და მივიდნენ პეტრესთან სახლში და არ დახვდათ პეტრე. და აიღეს და ფურცელზე დაწერეს მაშინვე ესეთი მოკლე ლექსი. Как на рассвете, на заре, презренных денег не жалея, грузинскому царю Петре с вином примчались два еврея. ისევ წიგს დაუბრუნდეთ. მოდი და ბატონი გია ყანჩელი. ნახრას წერს, ის იგი ყვება როგორ დადიოდა სწორედ იმ ჩალაუბნის 9 ნომერში. კოტიკას და მერციას სახლში გიხსენებს საოცარ ბებიას, მერციას ბებიას, უწოდებს ამ სახლს მუსიკალურ სალონს. და საერთოდ იმ დაუწარ გარემოზე ბევრს ყვება ძალიან, მაგრამ აი რას წერს ერთი ფაქტია, ეს ძალიან საინტერესო. ერთხელ დორიან კიტიას რეკომენდაციით კონსტანტინე პევზნერთან მივედი, რათა უკვე ცნობილი და პოპულარული კომპოზიტორისთვის ჩემი პირველი სიმღერა მომესმენინებია. ძალიან ვღელავდი. დაკვრა დავამთავრე და განაჩენს ჩუმად ველოდი. შემდეგ რა ხდება? კითხა პევზნერმა. ქიმისი ჩუმე ნიშნავდა, რომ მე სიმღერა დასრულებულად მიმაჩნდა. თქვენი მელოდია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ნაწარმოები ფორმის მხრივ დასრულებული უნდა იყოს. საჭიროა შუა ნაწილის დამატება. პევზნერი მიუჯდა როიალს, ჩემი თემა, რა თქმა უნდა, ჩემზე ბევრად უკეთ დაუკრა და გაგრძელება ზედიზედ რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა. სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი დაედო კიდეც საფუძვლად ამ სიმღერის შუა ნაწილს. ამ სიმღერას ეწოდება გახსენება. ეს არის ასე ყვება ბატონი გია, მე არ ვიცი რომელი სიმღერა ზუსტად ვერ ხვდები, მაგრამ პირველი სიმღერა ეს მისი და აი საოცრად უყვარდა დახმარება პევზნერს, სხვის მაგივრად რაღაცის დამთავრება, არანჟირება, ამაზე უამრავ დროს ხარჯავდა. პროგრამასაც როგორ ადგენდა გია? ახლა ორაც აღებია და ხაზგასასმელია ის რომ მთელ პროგრამაში და დიდი პროგრამები იყო, ორგანყოფილებიანი სპექტაკლები იყო, ესა ბოლოს მაინც music hall-ის ფორმა მისცა, ყოველთვის ძიებაში იყო და იშვიათად ორი ნაწარმოები ჟღერდა მთელ კონცერტში კოტე პევზნერის კოტიკასი. დანარჩენი აუცილებლად მოწვეული. და სულ ყოველთვის მუდმივად იწვევდა ყველა ქართველ კომპოზიტორს. ამიტომ იყო საინტერესო რეროს წარმატებული ყველა ჩვენი გასტროლი მოსკოვში თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქალაქში და ძალიან პოპულარულები ვიყავით, იმიტომ რომ ამაზე ყველაფერზე ზრუნავდა კოტიკა პევზნერი. არგვანებია ძალიან ბევრ ჩვენ სხვა ავტორს არ მოიდგენთ. რერო რო ყოფილიყო სხვა რომელიმე კომპოზიტორის. ალბათ იქნებოდა 40 თავისი და 2 სხვისი და აქ იყო სრულიად პირიქით. აი ესეთი, არ ვიცი, მე ვერ გეთანხმები, რომ ამიტომ იყო კარგი ეს პროგრამები. აი ახლა დღეს რაც ჩვენ სიმღერები მოვისმინეთ, არა ბერე ძირითადი ბირჩი რომ ეს ყოფილიყო, არ იქნებოდა არაფრით ნაკლები და მოსაწყენი ეს პროგრამა, მაგრამ ნუ მას ასე მიაჩნდა და სხვათა შორის ამ წიგნში ძალიან ბევრი წერია გარდა ყველაფრისა, როგორი პოპულარიზაცია, როგორი სტიმული გაუწია და მისცა მან საერთოდ ქართულ ესტრადას იმ პერიოდისას, სწორედ იმით რომ ამ არაჩვეულებრივ ძალიან ისეთ პრესტიჟულ და რესპექტაბელურ კოლექტივში, როგორც იყო რერო, ჟღერდა ამა თუ იმ კომპოზიტორის მუსიკა, ის უკვეთავდა, იხდიდა კიდევაც გარკვეულ ჰონორარს, ხო, ისეთ ყველა კი არ უკვეთავდა და შემდეგ ამას პოპულარიზაციას უწევდა. გარდა ჰონორარისა, ყველა კონცერტის შემდეგ ასეთი წესი იყო, შედგენილი იყო რა პარტიჩკა თუ ასეთი, აი
სადაც ყველა ავტორი ტექსტისაც, მუსიკისაც მითითებული ყოფილიყო და საუჩმერეს საავტორო უფლებების დაცვის კომიტეტში ყველა ღებულობდა თავისი ჰონორას კიდე გარდა იმისა, როდესაც მაგაზე მერცი აყვება რა ჩვეულებრივად თვითონ წერდაო, აი მარცხენა ნეკითო რა დაждდებოდა სიმღერას დაწერა და და შეხვეწებოდი რომ კოციკ დაწერა რა სუიტაო და რატო დავწერე სუიტა? თუ სუიტაში კარგად უხდიდნენ, ცოტა უფრო მეტი იყო. ნუ რა არის ერთი სუიტა დავაწერია ძლივსო სულ რაღაცა ორკესტრო. მოდით ახლა ვნახოთ ერთი პატარა ფრაგმენტი კიდევ ოპერეტის თეატრში, მოსკოვის ოპერეტის თეატრში დადგმული სპექტაკლიდან სულ პატარა ფრაგმენტი, უბრალოდ გავიხსენოთ, ბევრი არაფერი არ არის სამწუხაროდ მასალა. ამ სპექტაკლისა ეს მოსკოვის ოპერეტის თეატრში დადგმული ერთ-ერთი მისი სპექტაკლიდან არის პატარა ფრაგმენტი. სხვა შორის კინომუსიკა აღსანიშნავი კიდე კონსტანტინე პევზნერია თქვენ დასაწყისში მოისმინეთ მისი დაკვრა ეს მისი ფილმიდან თამაში უყაიმო თამაში თორმე შლება კიდევ არის ფილატელისტის სიკვდილი ეს მისი მუსიკა ამ ორ ფილმში კიდევ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს მას გაკეთებული და გარდა ამისა როგორც გამოირკვა ისიც ამ კონცერტის მომზადების პროცესში პევზნერს ჰქონდა გაკეთებული რამდენიმე სპექტაკლი დრამატული თეატრებისთვის და ერთ-ერთი აი ამ ისტორიის შესახებ ახლა გიამბობთ ადამიანი რომელიც მე მინდა მოვიხმო სცენაზე ეს გახლავთ გრიბოიდოვის სახელობის თეატრის დირექტორი კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოება რუსული კლუბის პრეზიდენტი დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და მესვეული და საერთოდ მე ვიტყოდი რომ ყველა ქართული საქმის გვერდში მდგომი ჩემი დიდი მეგობარი და მეგონი ყველა ვინც აქ ვართ ბატონი ნიკოლაი სვენტიცკი მივეგებოთ Я очень рад, что я смотрел внимательно весь концерт, прислушался к каждой мелодии, и мне было безумно приятно, что человек, мыслящий на русском языке, думающий по-русски, говорящий на русском, так любил Грузию. И я думаю, что мы должны сегодня учиться этому у Константина Певзнера, любить Грузию. Константин Певзнер написал мелодию, песню к спектаклю по пьесе Чингиза Айтматова «Тополек мой красной косынки». Это программка, где он написал Наташе Бурмистровой поздравления. Ставил спектакль Константин Сурмава. Это было произведение двух Константинов, Константина Певзнера и Константина Сурмава. И там есть одна песенка, которую мы нашли в архивах 1965 года. И я постараюсь ее спеть. Постараюсь. За далью даль дороги долгой замелькали километры. Спешит всегда шоферу, видно, кто-то нагадал. А если ночь, шофер споет вдвоем стихи с попутным ветром. Про дальние, как долгие года, бегут по свету пути дороги. Путей так много, но у каждого дорога есть одна. Бегут по свету пути дороги. Путей так много, но у каждого дорога есть одна. За далью где-то на далеком километре ждет перевал, который в жизни надо перейти. Пусть ты устал, пускай стучится непогода с теплым ветром, но одолеть ты должен этот перевал. Бегут по свету пути дороги, путей так много, но у каждого дорога есть одна.
бегут по свету пути дороги. Путей так много, но у каждого дорога есть одна. За далью даль дороги долгой замелькали километры. Спешить всегда шоферу, видно, кто-то нагадал. А если ночь, шофер споет вдвоем стихи с попутным ветром. Продали дальние, как долгие года. Продали дальние, как долгие года. Николай Николаевич, на сцену, пожалуйста. Спасибо. მადლობა. გია, ევგენი ხაზანოვი წერს ამ წიგნში არაჩვეულებრივ აზრს. კოტიკას ირგვლივ მე ყოველთვის უამრავ ხალხს ვხედავდი და ყველა ეს ადამიანი მეტად სიმპათიურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა. შესაძლოა კოტიკა როგორც დონორი ყოველ მათგანს თავისი სიკეთის ნაწილს უზიარებდა. ან იქნებ ბოროტების არ მიღების თანდაყოლილი ნიჭი მას ცუდ ადამიანებთან ურთიერთობისგან იცავდა. და თუ ასეა, მაშინ ჩვენ ყველას, ვინც მას ვიცნობდით, ვინც მას ვუყვარდით, ვინც მან მიგვიღო, წარმოუდგენლად გაგვიმართლა. მართლაც ასეა. და ჩვენ საოცარი მადლობა გვინდა უთხრათ კოტიკას, აი ამ მიღებისთვის, ამ სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ მან ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენთვის შექმნა, ჩვენთვის სიმღერები დაწერა, ჩვენ დრო დაგვახარჯა, ხო? რამდენი სითბო, ენერგია. რა ვიცი, მე ყოველთვის ძალიან უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები მისი, იმიტომ რომ ის იყო ჩემი, აი ასეთი სცენაზე პატრონი და გამომყვანი და რა ვიცი, ნათლია თუ რაც გინდათ და არ ვქით. ძალიან მალე გაირბინა ამ 2 საათმა პირადად ჩემთვის, მე არ ვიცი როგორ თქვენთვის, უკვე ფინალისკენ მიდის ჩვენი საღამო, მაგრამ დღეს ქალბატონ ნანის უნდა ემღერა ერთი არაჩვეულებრივი რომანსი, კიდევ ერთი შედევრი, მესრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მაგრამ არ მოვიდა ქალბატონი ნანი და ამიტომ მე მივცემ ჩემ თავს ახლა უფლებას, რომ შევასრულო ეს სიმღერა. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი რომანსი. ბატონ ლევან ოგანეზოს მინდა ვთხოვო და ჩემ თემურის დამეხმარონ. ეს არის პაუცინა. გრიგორიანის ლექსზე. Я знаю эту рукой, не боль не снять рукой, и ты, даря измену, знала боль этой цену. Да мы не два крыла, я поздно поняла, но в этот горький миг спрячу горы крик. Все сожгу мосты, чтобы не вернулся ты. Но кто мне скажет правду? Хочу я знать по праву, куда и как от памяти мне скрыться. Она как паутина связала, крутила, я томлюсь, я вне себя, где мне набраться сил забыть тебя. Все лака мне столько лет, твой искренний портрет, и так не бескорыстно мне лгали эти письма. Ах, стать бы им золой, все сразу с плеч долой, и вот в моей судьбе места нет теперь. Все так далеко, и я вздохну легко.
Хочу я знать по праву, куда и как от памяти мне скрыться. Она, как паутина, связала, крутила, я томлюсь. Я вне себя, где мне набраться сил забыть тебя. Связала, крутила, как томлюсь я вне себя, где мне набраться сил забыть тебя. А чтобы наш фильм до конца был музыкальным, мы решили его закончить песней. Песней, от которой идет название нашего коллектива «Реро». Вероятно, многим из вас она уже знакома. Но это даже лучше. Вы будете петь ее вместе с нами. Sicoclea da sicocleles,